22 ნოემბერს UFC Doha-ში, კატარში ჩავა და ძალიან საინტერესო ბრძოლები იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა იქნება და მინდა რომ ამ ვიდეოში, როგორც ალექსანდრეს ბრძოლაზე, ასევე მთავარ ბრძოლაზე, სარუკიასა და ჰუკერს შორის და co-main event-ზე მუჰამედსა და გარის შორის, მუჰამედ ველოსა და გარის შორის ბრძოლაზე ვისაუბრო. თუმცა სანამ უშუალოდ ამ ბრძოლების განხილვაზე გადავალ, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვიყოფებით HUBS სივრცეში, ავტორიზებულ რესელერში ისეთი დიდი კომპანიებისა, როგორც არის Nike, Puma, Adidas, Macron და ძალიან მალე Venom-ის ყველაზე დიდი კომბატ ბრენდის, ასე ვთქვათ, ავტორიზებული რესელერის გავხდებით და შეგეძლებათ, რომ Venom-ის პროდუქცია, equipment-ი, შორტი, მაიკა, ხელთათმანი შეიძინოთ ადგილზე საქართველოში და არა გამოიწეროთ online რაღაც სხვადასხვა ზომები, ასე ვთქვათ. გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე. დავიწყებ თავარი ბრძოლით სარუკიანსა და ჰუკერს შორის დაპირისპირებით და რავი, რის თქმა შეიძლება ახლა ამ ბრძოლაზე, როგორც სარუკიანზე იმას ამბობენ, რომ ამაზე მარტივი მეტოქე უკვე ვეღარ შეურჩიესო, ასე ვთქვათ, ანუ ჰუკერი განიხილება ძალიან მარტივ ლუკმად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰუკერი არის სამოგებიან სერიაზე და ბოლოს დადო ძალიან დიდი აპსეთი მეთეუს გამროტის წინააღმდეგ, პოლონელი გრეპლერის წინააღმდეგ, სადაც ბრძოლა გადატეხა. თავის სასარგებლო ძალიან ახლო ბრძოლა იყო და split decision-ით მოახერხა და გაყოფილი გადაწყვეტილებით წამოიღო ბრძოლა ჰუკერმა. არმან სარუკიანი აქტიური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ბრძოლა ოლივეირასთან გამართა, სადაც ასევე გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო ორთა ბრძოლა. ჩემი აზრით, მან არ იყო არაფერი გაყოფილი, აშკარად წაიღო ორი რაუნდი სარუკიანმა, მიუხედავად იმისა, რომ ოლივეირას ვალში გავდი, მაინც. შემდგომ ძალიან აქტიური იყო უშუალოდ გრეპლინგში. გრეპლინგში ჩაატარა, თუ სწორად მახსოვს, 3 ორთა ბრძოლა და ძალიან ცნობილი სახელების დაამარცხა, თავიდან ხაბიბის გუნდელი დაამარცხა, ერთი დაგესტანელი მებრძოლი, მერე პატრიკ პიტბული დაამარცხა, რეორნეიკ ჩოუკით და ბოლოს ბენსონ ჰენდერსონი დაამარცხა მხრის სამკუთხედით, ასე ვთქვათ. ეხლა კი დენ ჰუკერისთვის ემზადება, სადაც ძალიან დიდ ფავორიტად გახსნის ამ ორთა ბრძოლას. ჰუკერის და გამროტის ბრძოლიდან რაღაცების ამოღება შეგვიძლია და შეგვიძლია რომ შევადაროთ, ასე ვთქვათ, იმუშავებს თუ არა ის ყველაფერი სარუკიანთან, რამაც გამროტთან იმუშავა. გამროტი არის ძალიან კარგი გრეპლერი, თუმცა მისი ტეიქდაუნები რაღაც სასწაულად ძლიერი არასდროს არ ყოფილა რა, ანუ იმის თქვა მინდა რომ გამროტი გაცილებით მაღალი კლასის არის უშუალოდ მიწაზე, ვიდრე გადაყვანაში. ძალიან დიდი მინუსი გამროტის ტეიქდაუნებში არის ის, რომ როდესაც ფეხში შედის, ადგილზე ძირს ეცემა და ასე ვთქვათ, მოძრაობას არ აგრძელებს ხოლმე. ანუ რეაქტიულ ტეიქდაუნს ძალისმიერად ინერციით არ მიყვება, არსებობს რომ გვერდულად წააქციოს ან რაღაც მსგავსი. რასაც აკეთებენ ყველა, ასე ვთქვათ, მოჭიდავე, ასე ვთქვათ, მეტიც, ანუ რაღაც უბრალოდ ფიზიკურად ძლიერი მებრძოლიც კი, რომელიც MMA-შია გადმოსული, იმისაც რომ ძირს ჩავარდეს, უბრალოდ წინაწვება ხოლმე და სადღაც ბალანსს დააკარგვინებს თავის მეტოქეს და მიწაზე გადაყავს ხოლმე. მაგრამ გამროტს არ აქვს ეს. გამროტის ტეიქდაუნები ცოტა უფრო ტექნიკური და ჩხლართი სტილის არის, ვიდრე ფიზიკური და ასე ვთქვათ, დაჯახების და გატანის. და ზუსტად ამ ყველაფრის გამო მოახერხა დენ ჰუკერმა ტეიქდაუნებისგან თავის დაცვა, ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა დგომში თავისი წვდომის თუ რა ვიცი ყველაფრის ხარჯზე ძალიან სახიფათო ყოველთვის არის დენ ჰუკერი. თან ამ ყველაფრის ემატება მისი ხასიათი, ამტანობა, გამძლეობა და ზუსტად მაგით ახერხებს იგი ბრძოლების მოგებას დღემდე. მეორე მხარეს არის არმან სარუკიანი, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია, რომელიც მიწაზეც ძალიან კარგი არის და დგომშიც ძალიან კარგი არის. კი, დენ ჰუკერს ექნება წვდომში უპირატესობა და დგომში ეს ყველაფერი გამოადგება, მაგრამ ჩემი აზრით სისწრაფის გამო და დისტანციის კარგი კონტროლის გამო სარუკიანს დგომში ძალიან კარგი მომენტები და შანსები ექნება მასთან, თუმცა არ მგონია რომ სარუკიანმა დგომში დიდხანს დატოვოს ეს ბრძოლა და მგონია რომ აუცილებლად მიწაზე შეეცდება გადაყვანას და მალევე ბრძოლის დამთავრებას. თუ გავიხსენებთ სარუკიანი ჩიმავეს ედგა კუთხეში დუპლესისთან და ზუსტად სარუკიანი ეუბნებოდა რომ ამ ჩიმავე ეუბნებოდა რომ ეხლა მაინც დაუდგები ცოტა ხანი დგომშიო და სარუკიანი ეუბნებოდა რომ არა პარტერში გადაიყვანე და გააკონტროლე, გააკეთე ის რაც მუშაობს შენთვის. ანუ ძალიან მარტივი გეიმპლანით გამოდის, გეიმპლანი აქვს და ფაით ფილოსოფია აქვს, ასე ვთქვათ, სარუკიანს, აკეთე ის რაც მუშაობს და მოიგე მარტივად და არა რაღაც არ გაირთულო გზა და ჩემი აზრით ზუსტად ამ გეიმპლანს მიაწვება და ჰუკერთანაც რაღაც შეიძლება რომ არ გაირთულოს საქმე და შეიძლება რომ მარტივად პრაგმატულად მიუდგეს ამ ყველაფერს და მოუგოს. თუმცა დენ ჰუკერს ძალიან კარგად აქვს დამუღამებული ბრჭყალებში წამოდგომები, როგორც კი მიწაზე გადაყავდა გამროც დენ ჰუკერი
მომენტალურად ევროპულ სტილზე გადადიოდა, ორ ხელზე დგებოდა, გალიასთან მიცოცხლებოდა და თავის გრძელ კიდურებს ძალიან კარგად იყენებდა იმისთვის, რომ გალიიდან ამდგარიყო ფეხზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდიოდა, აშკარად ახალი ტექნიკა და ის არის დამატებული ჰუკერის არსენალში და დაცვაში. იმიტომ რომ აქამდე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ექონდა ჰუკერს takedown defense-ი და პარტერიდან ძირს მაინც და მაინც ვერ დგებოდა. პარტერში რაც ის გილიოტინა არის, რომელიც ხან გამოზის, ხან არ გამოზის და ცარუკიანი ოლივეირამ ვერ დაახშო გილიოტინით. შესაბამისად ძალიან მეეჭვება რომ ჰუკერმა დაახშოს გილიოტინით. ამიტომ აზრი არ ექნება მაგას ასე ვთქვათ. ძალიან დიდ ფავორიტად ვასახელებ ცარუკიანს საბრძოლოში, მაგრამ ჰუკერისგან აფსეთ საერთოდ არ გამიკვირდება, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვინმე შეიძლება რაღაც დიდი აფსეთი დადოს, ეს ზუსტად დენ ჰუკერი არის რა, თავისი ხასიათის გამო ზუსტად და ნახოთ ძალიან ასე ვთქვათ, არც ისე ცალკარა ბრძოლა იქნება ჩემი აზრით. რაღაც მომენტები ჰუკერს ექნება და ველოდები რაღაც კარგ ბრძოლას ამ ორ მებრძოლს შორის, თუმცა რა თქმა უნდა ცარუკიანისკენ უფრო ვიხრები ვიდრე ჰუკერისკენ. Main event-ზე მინდა ვისაუბრო ბელალ მუჰამედი იან გარი. ბელალ მუჰამედი მოდის სამძიმე მარცხისგან, ჯეკ მადალენას წინააღმდეგ დამარცხდა. მადალენას წინააღმდეგ, რომელსაც რა ვიცი, თურმე ვერაფრის დაპირისპირება ვერ შესძლო მახაჩევის წინააღმდეგ და თურმე არც ესეთი მაგარი MMA-ის მებრძოლი ყოფილა და MMA-ის მებრძოლში რას გულისხმობ, ანუ მებრძოლი რომელიც სტრაიკერი არის ძალიან მაგარი და მაგარი ანტიჭიდაობა აქვს. თურმე ბელალ მუჰამედის ბრალი იყო ის, რომ ჯეკ მადალენას ბრძოლა ვერ მოიგო და არა ჯეკ მადალენას რაღაც high takedown defense-ების და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მახაჩევმა გვაჩვენა, რომ თურმე ძალიან მარტივად შეიძლება მადალენას ჭიდაობით დამარცხება. ხო, მოკლედ, მუჰამედი ვერ იყო თავის მოწოდების სიმაღლეზე, მადალენას ბრძოლაში, არ ვიცით იქ რაღაცა behind the scene რა ხდებოდა, შეიძლება მუჰამედს ტრავმაც ჰქონდა, შეიძლება რაღაც მისი დღე არ იყო, ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება და ყოფილიყო. თუმცა, აქ მეორე ფაქტორია რა, არის იან გარის ფაქტორი, რომელიც არის ჩემი აზრით თანამედროვე MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მებრძოლი, რომელიც გეიმპლანებს ძალიან კარგად ადგენს და მე გეიმპლანს ძალიან მაგრად მიყვება, რაც საჭიროა. და თურმე რა მაგარი არის იან გარი, ხო? იქ დაამარცხა MVP, რომელმაც მე მაგარი გამარჯვებები მოიპოვა. იქ დაამარცხა შავკატ რახმანოვთან short notice ბრძოლაში, რომელსაც ძალიან მაგარი ბრძოლა მისცა და ერთადერთი ბრძოლა იყო შავკატასთვის, სადაც ფინიში ვერ იპოვა შავკატმა. იქ მე იან გარიმ დაამარცხა კარლოს პრატესი, რომელმაც, რა ვიცი, ხო ხედავთ, ლეონ ედვარდს რა უქნა, ყოფილ ჩემპიონს რა უქნა. თურმე ძალიან მაგარი არის გარი, ხო და ძალიან მაგარად შეუძლია თავისი გეიმპლანის რეალიზება და ხორ შესხმა თავისი რაღაც იდეებს. მე მგონია რომ ბელალსაც ძალიან მაგრად აუწყობს გეიმპლანს და ამ ბრძოლაში ვიხრები ზუსტად იან გარისკენ, ზუსტად იმიტომ რომ ბელალმა უკვე იან გარის გაცილებით ცუდ ვერსიასთან, ჯეკ მადალენასთან მან მარცხი განიცადა და მგონია რომ ამ ბრძოლაშიც იან გარი მოახერხებს და პირველ რიგში ჭკუით აჯობებს ბელალ მუჰამედს და რაღაცას მოუფიქრებს, ასე ვთქვათ, რაღაც გასაღებს უპოვის მას და ინაღამ დამოიწყდა. კიდე კაი არ დამოიწყდა. ბელალ მუჰამედმა დამარცხა ლეონ ედვარდს. სტრაიკერი, რომელსაც კარგი ანტიჭიდაობა აქვს, მაგრამ სტრაიკერი, რომელიც პირველ ნომრად მუშაობს ხომ. ანუ მეორე ნომრად გადაიყვანა და იქ დაჯავნა. იან გარი არის სტრაიკერი, რომელიც მეორე ნომრად ძალიან კარგად ჩხუბობს. კომფორტულად გრძნობს თავს მეორე ნომრობაში. და ზუსტად ეს არის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც გონია, რომ იან გარი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. ახლა კი ვისაუბრებ უკანასკნელ ბრძოლაზე, რაც იქნება ალექსანდრე თოფურიასა და ბესკატ ალმახანს შორის, ძალიან მაგარი დაპირისპირება. სადაც უშუალოდ აქცენტს გავაკეთებ ალექსანდრეს მეტოქეზე და არა ალექსანდრე თოფურიაზე, რათა მინდა რომ უკეთ გაიცნოთ ჩვენი მეტოქე ვინ იქნება. მანამ სამ ამ ბრძოლის განხილვაზე გადავალ, შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, რათა მსგავსი ვიდეოები ნახოთ და აკომენტარეთ თქვენ რას ფიქრობთ. ქისაჯის ლინკის მეშვეობით დონაციების სახით შეგიძლიათ დამისვათ კითხვა თუ რომელი ბრძოლის განხილვა გაინტერესებთ ამ ქარდზე და ჩემს TikTok არხზე, სადაც ასევე უნდა დამოფოლოვოთ, დავდებ ვიდეოს მაგალითად მაგ ბრძოლის რაღაც მოკლე განხილვის ან ვრცელი განხილვის ან ნებისმიერი სხვა ვიდეოს და თემის შესახებ, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. კარგი, გადავიდეთ ახლა ალმახანისა და თოფურიას დაპირისპირებაზე. ესე იგი, ბესკატ ალმახანის ოფიციალური რეკორდი არის 12 გამარჯვება და 2 მარცხი.
ეს 12 გამარჯვებაც რაც მას ოფიციალურად უწერია, უკვე ძალიან ბევრი არის და ანუ გამოცდილი არის კარგ ორგანიზაციებში აქ ჩატარებული ეს ბრძოლები და თან ძალიან კარგ ბიჭებთან აქვს ჩატარებული ეს ბრძოლები. მაგალითად ეხლა რომ გადავხედოთ UFC-მდე 15-5-იანი, 12-4-იანი, 14-1-12-4, 10-3 ესეთ ბიჭებთან აქვს ჩატარებული ბრძოლები. თუმცა აქ რისი აღნიშნა მინდა ძალიან რომ რაღაც მოდიფიცირებული MMA-ის წესებით მას აქ 10 ბრძოლა ჩატარებული და 10 გამარჯვება აქვს მოპოვებული. ეს არ იყო სამოყვარული ორთა ბრძოლა, ეს უბრალოდ რაღაცა წესი იყო მან შეთანხმებული, რის გამოც ოფიციალურად რეკორდში არ წერია, თუმცა დამარცხებული ყავს ისეთი მებრძოლი, მაგალითად როგორც არის სერგეი მოროზოვი. სერგეი მოროზოვი ყავს იმას უმას დამარცხებული UFC-ს დებიუტში და M1-ის ყოფილი მებრძოლია და ძალიან კარგი ბიჭი არის. ძალიან მაგარი ბიჭები ყავს დამარცხებული, 10 ბრძოლა ეგეთი აქვს ჩატარებული, რომელიც ტაპოლოჯიზე უწერია და მე რაღაც რეკორდში, რომელიც ანუ ოფიციალურად არის ასახული, იქ პირდაპირ რაღაც თავის მეორე, მესამე ბრძოლაში ხდება 10-3-იან მებრძოლს და იმას უგებს, 7-1-იან მებრძოლს და იმას უგებს და ანუ ასე შემდეგ რა. ანუ ძალიან კარგი ბიჭი არის, რომელიც ბექგრაუნდიც არის კარატე, რომელსაც უმარ ნურმაგომედოვი პირველ რაუნდში ნოკდაუნშიც გაუშვა, რომელსაც თავის უკანასკნელ ბრძოლაში ბრედ კატონა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, რომელსაც ყაზახურ ოკტაგონში ძალიან ბევრი ბრძოლა ჩაატარა და მოიგო 6-0-ზე აქ მაგ ორგანიზაციაში და ასევე UA Warriors-ში ერთ-ერთ ძალიან მაგარ ორგანიზაციაში ძალიან მაგარი ბიჭი დაამარცხა ქულებით 2023 წელს. ეხლა რისი თქვა მინდა ამით? ალექსანდრ თოფურიას ყავს ძალიან მაგარი მეტოქი. რომელიც ძირითადად ალბათ მიკი უნივერსალი არის და მაგრა ჭიდაოს და პარტერშიც კარგი არის, მაგრამ უფრო დგომში არის ჩემი აზრით სახიფათო. თუმცა მეორე მხარეს ყავს ალექსანდრ თოფურია, რომელიც არის ადამიანი fight IQ. ალექსანდრეს ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან მაგარი საბრძოლო ინტელექტი აქვს და ეს საბრძოლო ინტელექტი ჩანს ხოლმე ილიას ბრძოლებში, როდესაც რაღაც მითითებებს აძლევს ილიას. მსგავსი სტილები აქვს, ეგეც მომწონს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ზუსტად იციან ეს სტილი როგორ მუშაობს და ეს სტილი როგორ უნდა მოარგონ სხვადასხვა მებრძოლებს. ალექსანდრეს და ილიასთან ერთად აქვს გავლილი თითოეული ეტაპი ცხოვრების და ის საჩემპიონო ატმოსფერო და UFC-ს ატმოსფერო მისთვის ნაცნობი არის. ანუ თუ სიტყვაზე მისი მეტოქის მხარეს არის გამოცდილება, ალექსანდრეს მხარეს არის ის ემოციური გამოცდილება, რაც ილიასთან ერთად შეიძინა, რაც გულისხმობს ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხებას, მაქს ჰოლოვეის დამარცხებას, ჩარლზ ოლივეირას დამარცხებას და ამ რაღაც გავლილ გზას, ხო? ერთადერთი ალექსანდრეზე ყოველთვის ჩემთვის რაც ასე ვთქვათ მაწუხებდა იყო ის რომ უშუალოდ საბრძოლო გამოცდილება დიდი არ ქონდა. ძალიან მნიშვნელოვანი არის საბრძოლო გამოცდილება. ერთი არის დარბაზი და მეორე არის უშუალოდ кейჯი. და ვისურვებდი რომ რაღაც მეტი ბრძოლა ქონოდა UFC-მდე ჩატარებული ან მეტი ბრძოლა ქონდეს UFC-ში ჩატარებული უფრო აქტიური იყოს, რათა უფრო მეტი გამოცდილება დააგროვოს უშუალოდ кейჯში ალექსანდრე. ბაზკატი გია ხო მის მეტოქეს, კი, ბეზკატი უფრო სწორად, ბეზკატს თავის მეტოქეს ეს გამოცდილება არ აკლია. თუმცა მაინც გონია რომ ალექსანდრე თოფურიამ თავისი fight IQ-ით, თავისი უნივერსალობით, თავისი ძალიან მაგარი ჭიდაობით და ჯიუჯიტსუით პირველ რიგში უნდა დაამარცხოს ალმახანი და ვფიქრობ რომ კი მიუხედავად იმისა რომ დგომში ძალიან მაგარი არის ალექსანდრე, ძალიან რაღაცა ასე ვთქვათ დაღვინებული მებრძოლი არის, რომელსაც მომაკვდინებელი ხელნელები აქვს, ვფიქრობ რომ ჭიდაობა უნდა დაუპირისპიროს ალმახანს და როგორც უმარ ნურმაგომედოვმა მიწაზე ასე ვთქვათ იპოვა გამარჯვება, ანალოგიურ სტილში ნაკლები რისკით უნდა შეძლოს და მიწაზე უმარისგან გასხვებით ფინიშით დაამარცხოს ალმახანი. ასე რომ ჩემი ასე ვთქვათ პრედიქშენი ეგ იქნება რომ პირველ-მეორე რაუნდში ალექსანდრემ საბმიშენი უნდა იპოვოს. თუმცა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ალმახანი ძალიან მაგარი ბიჭი არის და ალექსანდრე ალმახანის დამარცხებით ძალიან დიდ სახელს შეიწერს თავის რეზიუმეში და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ალმახანს კი ისე ზოგადად არ უმართებს, იმიტომ რომ UFC-ს დებიუტში ნურმაგომედოვი მისცეს და მესამე ბრძოლაში თოფურია მისცეს, რაღაც გვარები, რომელიც pound for pound ნომერ პირველ ლისტში გვხდება ხოლმე UFC-ს რანკინგში. ეგ არის და ეგ ამ კარდის გარშემო აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გთხოვთ რომ დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარი და გამოიწერეთ Sozafait Corner როგორც YouTube-ზე, ასევე TikTok-ზე. KISAJIS ლინკის მეშვეობით შეგიძლიათ რომ დონაციის სახით გამოვუშვათ კითხვები ჩემთან და დღეს ის სულ ეგ არის, აბა დროებით.